თელასის თანამშრომლების ნაწილი უსამსახუროდ რჩება მიზეზი უწყებაში დაწყებული რეორგანიზაცია. ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დასაქმებულებს წასვლის შესახებ განცხადებებს იძულებით აწერინებენ. პასუხად თანამშრომლების საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით პირველი აქცია მთავრობის კანცელარიასთან იგეგმება. თელასთან დილიდან ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუ ამუშავებს, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ნოდარ, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ თანამშრომლებს და რატომ ათავისუფლებენ მათ სამსახურებიდან? დიახ, ამ წუთებში დაახლოებით 200-მდე თანამშრომელი თელასის ცენტრალურ ოფისთან არის შეკრებილი და მოითხოვენ იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ახალმა ხელმძღვანელობამ, კერძოდ კი ზურაბ არსოშვილმა მიიღო, და ეს ეხება მათ სამსახურიდან განთავისუფლებას. როგორც ისინი აცხადებენ, ისინი უკანონოდ დაითხოვეს ის თანამშრომლები, რომლებიც წინა მმართველობის პერიოდში, წინა ხელმძღვანელობის პერიოდში რამდენიმე სიგელით, მადლობითა და ხელფასზე პრემიული დანამატით იყვნენ კარგი მუშაობისთვის დასაჩუქრებულები და ისინი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გამოუშვეს სამსახურიდან. თანამშრომლებმა დღეს კანცელარიაში მოთხოვნა შეიტანეს, რომ გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც არსოშვილმა მიიღო და რომლის შედეგადაც დაახლოებით 200-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, ზურაბ არსოშვილმა თელასში მოსვლის შემდეგ მოიყვანა ყველა ის თანამშრომელი, ვინც მასთან ერთად ფინანსურ პოლიციაში მუშაობენ და ახლა ამ წუთებში თელასი არაპროფესიონალების ხელშია და მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ის ადამიანები არიან დასაქმებულები, ვისაც პოლიციური გამოცდილება აქვს. დაახლოებით 125 კაცი თანამშრომლების ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე აი ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად დაგვითხოვეს სამსახურიდან, დაგვითხოვეს არა იმით, რომ რაღაც დავაშავეთ, არა იმით, რომ დაძალებით დაგვეწერინეს განცხადებები, მით უმეტეს უთარიზო, რაც არის ძალიან დიდი კანონმდებლობის დამოუკიდებლობა, როგორც წესი. ხელმძღვანელობაში მოვიდნენ ადამიანები, რომელსაც თელასთან არანაირი კავშირი, ენერგეტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თელასის ყოფილი თანამშრომლები ამ წუთებში სწორედ თელასის ცენტრალურ ოფისთან რჩებიან და ისინი აპროტესტებენ სწორედ იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. დღესვე ისინი აპირებენ შეიტანონ მოთხოვნა და საჩივარი პროკურატურაში და მოთხოვნას ამავე დროს იქნება იგივე მოთხოვნა, რომ გაუქმდეს ის უკანონო გადაწყვეტილება, როგორც თვითონ თვლიან, რომლის მიხედვითაც ისინი უმუშევარი დარჩენ. ჩვენ რა თქმა უნდა დაუკავშირდით და ვთხოვეთ კომენტარი მეორე მხარესაც, ანუ თელასის ხელმძღვანელობას, თუმცა როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, განცხადებას ისინი მოგვიანებით გაავრცელებენ. ნოდარ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის კანცელარიასთან გეგმავდნენ ისინი აქციის მოწყობას. შეესაბამება თუ არა ეს ცნობა სიმართლეს? დიახ, იყო მსგავსი ინფორმაცია, აქ ისინი გეგმავდნენ, რომ წასულიყვნენ მთავრობის კანცელარიასთან, თუმცა ჯერჯერობით, როგორც უკვე გითხარით, ისინი თელასის შენობასთან რჩებიან, თუმცა მოგვიანებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. გმადლობთ, ნოდარ, თელასიდან დათხოვნილი თანამშრომლების პროტესტზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.